ხამე მშვიდობის ძვირფასებო როგორ ხართ? დედიკო, გაიხადე შენს გოტასები. მუსიკები არ მინდა ბიჭო. ჯავი ხო, ჩემი გოტასები ვაჯისფერი. ხო. იქ დადე, ყოჩ. დადე ლამაზად. მოკლედ. კიდევ კაი განაგებული დატოვე, მარტო რაც ჭამეთ რო წავედით. ესენი იმას ვქენი. ჩავტოვე აი აქ გასარეცხები. აი ესენი თორე დანარჩენი დალაგებული. დავტოვე ყველაფერი იმის არ მიყიდია. აი ესეთი. აი ესეთი არ მიყიდია იქ. ქშია დედიკო გეხვეწებოდა ცხელი ხომი, ხაჭაპური, საცივი, ხორცი, რეები ქონდა ბებიას. მაგრამ რა გინდათ ხალხნო? მართლაც აი ჩემ ზედამთილს ნიგზიდან ზეთით გამოყავს და იმასაც უშვება მე ბოლოში. ამიტომ სუპერ სასწაული საცივის გაკეთება იცის. მართლა ძალიან მაგარი საცივის გაკეთება იცის ჩემმა დედამთილმა. მოკლედ ეს ცომი ჩემი რეცეპტით გააკეთა და ბევრი მომივიდაო, ბევრის მოზელვა. ამიტომ აქეთაც მომცა. დედიკო რომ გეხვეწებოდა მაშინ ხო არის? ეხა სანამ არ იყვირე მშია ვარ გაჭმევ. ეს კვერცხები არის ინდაურის, ქათმის, მოკლედ შერეულად აქ დავდებ გასარეცხია. აქ ეს რა ხორცია, ხაჭაპური და სულგუნი. აი ჩემმა დედამთილმა შემსავით ესეთი ნახეთ სუპერ თხელი ისინი იცის რა ქვია. ეს ქათმის ხორცი. ინდაურის თუ ქათმის მოდიდა. ხო დედა. მე ტორტი გამოვაცხე და არ მიჩვენებია თქვენზე, მაგრამ იქ გაჭრილ მდგომარეობაში გაჩვენეთ. ხო და მოკლედ ესე ჩემოკარგებო. ეს კოკაკოლა აქეთ გამოგვატანა იქ მეც მიყვარხარ ლავ. აქ ერთი ბანანი გელსას მე შევინახავ ჩემთვის. ხომი არ მაქვს, მოგიკვდეს დედა. პური მაქვს და პური და საკი გვეუბნებოდა. ხომს გაგატან თუ ბევრი ხომი იყო, მაგრამ რა გვინდაო და ამიტომ არ იმას ვქენით. არ გვაქვს ხომი. მე ეხა წამებში ხომს ვერანაირად ვერ გადიკეთებ. პურთან აქ დაგისხამ საცივს და პური და საცივი ჭამი. რამდენიმე ხვეწეთ არაფრის იდებით იქ გარეთ რო გავადნე, всё, მე არ უნდათ შიგნით შემოსვლა და რამელუმე. დედიკო ესე უცებ ხომი იქ იმას რეცხვა იმდენი ხანი უნდა. გოდე. გაიქეცი ალიკო ბებიასთან და ხერხელი მოიტანე. მარტო 1 კილო დე, ცოტა მას დავამატებ და გამოვაჩვენ რო გეყოფა იმდენი. მიდი დედა, მიდი ეხა, ხომიო და გავაკეთე. მიდი დედა ზღი. ვიცი, მაგრამ 1 წამი წაიწყე მინდილი უცე. 1 კილო ხერხილი. 1 კილო ხერხილი მინდა თქო. აიგე? აი, ამას დაუსხამ ხა. მე ხამე არ მინდა მეცი და იმას ვქენი თორე. ხორცი არ უნდა წვენი ამას მხოლოდ. ადას. გეგა მუსიკა არ მინდა. ხო. ბავშვებს მამიდან ფული აჩუქა. 150 ლარი აჩუქა და სამივეს ჩემს სახელზე რამე უყიდეთო. იმიტომ რომ ამათი ზომები მე მიჭირს. ჩემ მუსკი არა და
მაგიტო მიჩნევია თქვენ ყიდოთო და მე არ ვაცმევდი მაგრამ მუხანის ხაუკუჭა გინდა უყიდეთ რამეო მაგიტო იმას ქენიო YouTube-ის საიდან მოგიტანო ეხლა მე მუხა ისა გეგა სიმღერები არ მინდა რა არის ედგა ჩაიხვიე რამე სხვას რო უყურო არა ამასაც რა ხმარი რო აქვს მუხრანის ტელეფონს არ აქვს ეგეთი ხმა ხო ეს მუხას და მე მოგიტანა მაიკები და მე ბანდაჟიც მოგიტანა ამიტო მოკლედ ეს არის მუხასი ესეთი XXL-ია და რა ვიცი, კაი აქვს მაინც. ემი კი აცვია მუხას, მაგრამ ამას XXL-ი აწერია. იტალიაში ალბათ ეს ზომა არ ვიცი, ვერ გავიგე. მაგრამ კარგი ქონდა ძალიან. აი ესეთია ის ფანტაში მოკლედ ეს ჩემია მე გამაზომა ჩაიზომეო მე საერთოდ დიდი ისინი არ მიყვარს მაგრამ თუ რამე და გადაჭერიო და აი ესეთია კი რა თქმა უნდა ამაზე ძალიან დიდი მაქვს ასე მაქვს ზომაზე ესეთი მედიარი ქარისმოდეს იქნება ამისის. მოკლედ ეს და ეს ბრელოკი არის მუხას თუ მაცივრის ჩაუდია მაცივრის და ბრელოკი ქონდა იქ მუხას ეს არის კინარისია ეს კინარი კიდე რაღაც არის იმ ბრელოკის ვითომ რომა იტალია აწერია მაცივრის მე არც მინახე ესე ჩაუდია ეგ რამდენი არის აი ბაკურიანში რო ვარ სულ ვადგები ხოლმე ასეთ რაღაცებზე მოხარი არა დაანებე თავი მობრუნდი აქეთ მეუბნება ხოლმე მოკლედ ეს და ეს იყო ციფასებო ვიყავით აეროპორტში ჭამდედა ხოჭა ვიყავით აეროპორტში ჩვენ დავხვდით ჩემს მულს და მოვიყვანეთ სახელოში არ მეცალა ეს დღეები სიმართლე რო გითხრათ გუშინ მუხარო მოვიდა ჩემი მულიშვილიც აქ მყავდა ხო და ეს რა ქვია მე საჭმელი რაღაცა რომ მაინც ძალიან ესეთი მორცხვი ბავშვი არის ბავშვი რა ბიჭია უკვე მაგრამ აი ჭამის ხრი და რაღაცის და მივიდებოდა და რაც იქნება ეს შეჭამოს იქნება ის და რაღაცები მოსქენი გუში თან მოხამერე იქიდან ჩემი სახლიდან კიდე წნიანი ხაჭაპურები რაღაცები მაგრამ იმას არ უყარს სხვისი ყველი ანუ ოჯახის ყველი თუ არ არის არ ჭამს არსად ხო და რო გამახსენდა რომ ესე იყო უცებ ცომი მქონდა მომზადებული და გამოაცხე ეს რა ქვია ყველი მქონდა ჩემი დედამთილის გამოგზავნილი 2 ცალი დარჩენილი ის უცებ გამოვაცხე ხაჭაპური ხუმელში რა თქმა უნდა კარგი არიცი გადავიდე თუ არა არ მახსოვს მე მგონი არ გადამიედი არც ნამცხრის საერთოდ არაფერი არ გადამიეღია ხო და დღეს მაინც ადრე რა 10:30-ზე გამეღვიძა ავდექი დავალაგე ყველაფერი მე აქ ლოგინი რომ მქონდა ის წავიღე იქეთ შევინახე გაშლილი ხომ მქონდა მდივანს უცებ მივალაგე ყველაფერი იატაკები მოვწვინდე და ამათ რო ვაჭამე
ის ჩავყარე მხოლოდ აი აქ. და მე წავედით. ეს იყო და ეს ყავა ადამიანია, რამდენი დღეა. მართლა დიდი ხანია, რომ ადამიანია და თავიდანვე ყავა ჩვენ. შეიძლება. რამდენი ხანია თქვენთან ყავა ადამიანია მე. უშავ ყავარის გულის პირველი მტერი. ვინ გითხრა? თუ შადასად და მისის არ ძალიან მაშინ. ვინ გითხრა კი არა? ზე? ედავს ეს ტელეფონი იციდე. არა უწიო მუსიკა არ მინდა მე. მოკლედ ესე თავი მტკივა. ძალიან მტკივა. მანი მოვატანები რითმოხას. დავინთავდა. ბებეს თაწერია. საუკეთესოა ვითომ და ნახოთ აბა. მაგრამ ეხლა დღეს არ გავაკეთებ რამე ფაფას. არ გავაკეთე შენა. რა გავაკეთე? გასვა. არაფერს არ ვსვა. აბა გავაკეთე. თაფი ჩავას. ეთიკოს. შაქარი არ არის ზათაფლია. მოგატყვე თაფიც არ ჩამისყია. კაი რა მოყრანი რა არის კაცო. არ დალიო ყავა. აი ქვია და ეხა არ უნდა დავლიო მუხრანის ბრძანებით ყავა. დიახაც. ბიჭოს. ეს შენ ბავშვები დაგაფიცე და თუ დალე. კარგი არ მინდა, გადი მოშორდი. დამანებე თავი. ხორცს შევჭამ. ფეხები. მე რომ მიყვარს. ძალიან მიყვარს ფეხები. დედა ჩონჩხიც ნახე. აქ ჩაუდია ბაია მომენატრაო და მე არ მინდა მეთქი უთხარი. მუსიკები არ მინდა ბიჭოს. შენსაც აუწიედე. ოჩახდე. მაგარია. ძალიან მიყვარს. ისეთი ამბები იყო ჩვენ. ბისკვიტები ჩვეულებრივ არ გავაკეთე, როგორც ვაკეთებდი ხოლმე. ოღონდ გავაკეთე 6 კვერცხიანები. იმიტომ რომ ძალიან მსხვილი არ მინდოდა. მაინც იმ ზომისები გამოვიდა. არ ვიცი რა ბერავს ვერ გავიგე. ჩვეულებრივ გავაკეთე. ანანასით. ზინას გამოგზავნილი ის ლიმონის ვანილი თუ რა ვიცი რაც ქვია მოკლედ. აი ძალიან მაგარ გემოს აძლევს მე არ გამისინჯია და რაღაც. მაგრამ მაინც სუნი ქონდა ბისკვიტს კაი. მოკლედ რა ვიცი რა გითხრათ მეტი. არაფერი არ ხდება ახალი ჩვენთან. დღევანდელ ვიდეოს ეხა აუკინძავ მივაბა ყველაფერს იქეთ რო გადავიღე იმანთაც ოღონდ მუსიკები და რაღაცები არის და ამიტომ მომიწევს სხვა მუსიკის დადება. და ისე აგიჭირდა. შევეცდებ მე ჩვეულებრივ მოვიდე. როგორც მოვიდიოდი ხოლმე. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა პირადში ვინც მომწერეთ. ძალიან დიდი მადლობა ისედაც ვისაც დაგაკეთეთ. უღმესი მადლობა.
ვინც ელოდებით ჩემ ვიდეოებს. ძალიან დიდი მადლობა ყველას. მაგარი ბიჭი ხარ ძე. ოჩა, კარი დაგედა? ეს რეცხვალ არ ჭირდება, ის ღრღილია. უბრალოდ გაავლებ წყალს 4 ნახევარი ღირს კილო. ესაა და ესა. მაგარია.